Salami მეგობრებო, ჩვენი მორიგი უკვე მე-11 ვიდეო საუბარი. უნდა გახსოვდეთ, რითი დასრულდა ჩვენი წინა ვიდეო საუბარი. აქ ყველაფერი ასახული. ინტელექტუალური განვითარების გარშემო, როგორ მიდის ბრძოლა ხელოვნური ინტელექტის მომხრეებსა და ინდივიდუალური აზროვნების განვითარების მომხრეებს შორის. რისთვის ვიბრძით? ალბათ საჭიროა რომ თვალსაჩინო გახდეს და ამიტომ აი ასეთნაირად გადავაკეთე რომ იცოდეთ რომ ორი მხარე არსებობს, ეს ორივე მხარე ცდილობს რომ კაცობრიობის სასარგებლოდ ან გარკვეული ჯგუფების სასარგებლოდ შეეცადოს რომ გადაიყვანოს, გადართოს ევოლუცია ამ პლანეტაზე. პირველი მეოთხედი ამ საუკუნის პრაქტიკულად წაგებულია ისევ წინა საუკუნის მანქანური განვითარება, მანქანური ინტელექტუალური განვითარება ისევ ჭარბობს, მაგრამ ამ მეთოდებმა მიიღეს უფრო ძლავრი თანამედროვე შესაძლებლობები. ასეთია ჩვენი რეალობა. მე მგონი ამაზე ჩვენ დეტალურად ვილაპარაკეთ. აი აქედან გამომდინარე, საუკუნის მეოთხედი წაგებულია. პრაქტიკულად გადასულები ვართ ახალ შეტევაზე. ესეც იყო ჩვენი წინა შეხვედრის ერთ-ერთი ბოლო სლაიდი და დაგანახეთ რაში იყო საქმე. აი ამ საუკუნის პირველი ნახევრის მოსაგებად ძალიან მაღალ მატერიებზე ვსაუბრობთ. დამიჯერეთ. ეს სლაიდიც გადავაკეთე აი ასეთნაირად. ოჯახი უნდა გახდეს და ცოდნა უნდა გახდეს მთავარი საშუალება, ინტელექტუალური განვითარება. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს აგებული ჯანსაღი იერარქია საზოგადოებაში. ძალიან მაინტერესებს საერთოდ სტატისტიკა. როდესაც მეტროში ვგზავრობ ხოლმე, როდესაც ხალხის რაოდენობა ნაკლებია, ვცდილობ გარკვეული სტატისტიკა დავინახო, შევაფასო, რამდენი ადამიანი ჩემს გარშემო არის კონტაქტში ხელოვნურ ინტელექტთან, მობილურ ტელეფონებში. დაახლოებით 2 თვეა ვაკვირდები ამას და ვხედავ რომ თითქმის 50% საკმაოდ პრიმიტიული თამაშებით ჩართულია აი ამ ქსელში და მათ ტვინებში მიმდინარეობს გარკვეული სახის პროგრამირება. თუ გაიხსენებთ, ჩვენი ბუნებრივი თვისებების ექსპლუატირება ხდება უკვე, ამით ძლიერდება ის შიდა, მოდით ასე დავარქვათ, შიდა ხმა, რომელიც გვეუბნება, არ იფიქრო, არ განვითარდე. ნახე რა სიამოვნოა, აჭერ ღილაკებს და იგებ, მაგრამ რას იგებ? დროში აგებ. რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა შევთავაზოთ ამის მაგივრად ჩვენ ოჯახს, რა უნდა შევთავაზოთ ამის მაგივრად ჩვენ ბავშვებს. ძალიან საინტერესოა რომ ის ბოლო კვირების განმავლობაში უკვე კაცობრიობამ, განათლებულმა კაცობრიობამ უკვე იგრძნო ამის საფრთხე და წინა კვირას რამდენი სახელმწიფოში გარკვეული პროგრამები, გარკვეული პროგრამული პროდუქცია, რომელსაც აშკარად აღმოჩნდა, რომ ემსახურება ამ ამოცანებით ხელოვნური ინტელექტი, კანონის დონეზე გახდა შეზღუდული და აკრძალული. ეს უკვე პირველი კარგი ნიშანია, მაგრამ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ახალგაზრდებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარდატეხა შევიტანოთ აი ამ ორთა ბრძოლაში. ყველაფერი, რასაც გეუბნებით, ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარეობს. მე მქონდა ძალიან საინტერესო, გნებავთ ექსპერიმენტი, გნებავთ დაკვირვება. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, ბევრი ლტოლვილი ისინი სკოლებში დასახლდნენ, პირდაპირ სკოლები იყო გამოსული თბილისში და ჩემმა მეგობრებმა ერთ-ერთ ესეთ სკოლაში შემომთავაზეს საუბარი, შეხვედრა მოსწავლეებთან, სპორტული დარბაზი, რომელიც სააქტო დარბაზად იყო გარდაქმნილი, ამავდროულად კუთხეში ერთი ოჯახი, დედა და 2 შვილი, სხვადასხვა ასაკის. ესწრებოდნენ აი ამ ლექციას საუბარს. დავიწყე საუბარი, დავიწყე ლაპარაკი და ვხედავდი, რომ
თანდათანობით აუდიტორიაც არიელდება, ანუ მაღალ კლასელები ისინი ქალაქში აღმოჩნდნენ, ეს მათი ახალი სამყარო გახდა. საინტერესო თავგადასავლები ელოდებოდნენ მათ და ტოვებდნენ ისინი დარბაზს. ამავდროულად ვაკვირდებოდი, რომ პატარები 10-12 წლის ბავშვები ბოლო რიგებიდან წინ მიდიოდნენ და სადღაც დაახლოებით 40 წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დარბაზიც არიელა, მაგრამ ჩემთან ახლოს 40-მდე ბავშვი ზის და მიყურებენ ესეთი გაბრწყინებული თვალებით. მე კომპიუტერში ვატარებდი ერთ-ერთ პროგრამას, ციფრულ პლანეტარიუმს და დავიწყეთ ამაზე საუბარი. აი ეს ლექცია თუ საუბარი ყველაზე შთამბეჭდავი იყო და ყველაზე ძვირფასი ჩემ ცხოვრებაში, რაც კი საერთოდ გამიკეთებია. ეს იყო თავისუფალი აზროვნება, შეკითხვები. მოგზაურობა სამყაროში 1 საათი ვიმუშავეთ. ის მშობელი, რომელიც თავის ბავშვებთან ერთად კუთხეში იყო, გაბრწყინებული იყო. პროგრამა, რომელიც მე ბავშვებს შევთავაზე და ეხლა მინდა თქვენს შემოგთავაზოთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საერთოდ საგანმანათლებლო რესურსია, რაც კი არსებობს, არის პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ თქვენ სამყარო დაინახოთ. ანუ თქვენს აი ამ ელექტრონულ საშუალებებში შემოვა ჩვენი სამყარო. იქაც ჩვენ პაწაწინა არსებები, ჩვენი პაწაწინა ცივილიზაცია ვცხოვრობთ. მინდა შემოგთავაზოთ აი ეს პროგრამა, ანუ პირველი ნაბიჯი. მე ახლა გეტყვით, რომ კულინარიას არ ვშორდებით. ანუ ჩვენ ამის გარშემო შევიკრიბეთ, მაგრამ ესეც გამოგვადგება. პირველ რიგში ახალგაზრდა მშობლები, ბებიები და ბაბუები, აი ეს პროგრამა უფასოა, უნდა ჩააყენოთ თქვენს კომპიუტერებში, მობილურ ტელეფონებში და სამყარო სულ სხვანაირად გამოჩნდება თქვენთვის. თქვენ უცებ დაინახავთ, რა პატარაა დედამიწა, სად ვიმყოფებით ჩვენ, რას წარმოადგენთ. ეს შეიძლება იყოს პირველი თქვენი ნაბიჯი. დაიწყეთ ამით მუშაობა და როდესაც გატაცებულები იქნებით ამით და ბავშვები დაინახავენ, რომ თქვენც მობილურ ტელეფონებში ხართ, თქვენც რაღაცას აკეთებთ, თქვენც რაღაცით დაინტერესდით და აი ამ დროს დაანახებთ მათ. აი ამ ცივილიზაციის მონაპოვარის გაზიარება მოხდება ამ კონტაქტში. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა და მოდი დავიწყოთ ამით მუშაობა. როდესაც ბავშვი დაიწყებს შეკითხვების ფორმულირებას, პირველ რიგში უნდა უთხრათ, რომ აითვისო საათით სარგებლობა და კალენდრით სარგებლობა. ეს იქნება პირველი ნაბიჯები. მერე თქვენი ლაბორატორია სამუშავდება, თქვენი სამზარეულო სამუშავდება. ამიტომ გითხარით ადრე, რომ კალენდარი და საათი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ლაბორატორიაში. პირველი წელი არ არის, რაც დავიწყე აი ამ პროექტის მოფიქრება და გაჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია, სადაც უკვე ამაზე არის საუბარი. ანუ ასტრონომიის და ასტროფიზიკის როლი თანამედროვე ახალ საგანმანათლებლო პარადიგმის ფორმირებაში. ანუ ძირითადი საფუძვლების ფორმირება ჩვენი განათლების. თითოეული ოჯახი დამიჯერეთ გახდება ასტრონომიის მოყვარული. საქართველოში საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია მუშაობს. 30,000-მდე ასტრონომიის მოყვარული სხვადასხვა ასაკის გაერთიანებულია. ამ პროექტის ხელმძღვანელები ძალიან სერიოზული, ძალიან ნიჭიერი ხალხია. ერთ-ერთი მათგანი, მთავარი ორგანიზატორი, ჩვენ ჯგუფის წევრია. დავიწყოთ თანამშრომლობა. ანუ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გახდეს ასტრონომიის მოყვარული. ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით, ეს პრობლემების გადასაწყვეტია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ სერიოზული ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს განათლებაში და ბავშვების აღზრდაში. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ აი ეს გადასვლა, მაგრამ ეს ზუსტად ის არის, გატარეთ ამდენი ხანი და მიგიყვანეთ იმ საწყის წერტილამდე. თუ მომყვებით, ინახავთ, რომ აი აქ ყველაფერი, რაც ვახსენე, დღეს უკვე იღებს საკმაოდ რეალურ ფორმებს. ანუ კალენდარი, საათი,
რიცხვის და ზომის ცნება, პირველი ექსპერიმენტები სამზარეულოში, კობზების კლასიფიცირება, ეს ყველაფერი ის ელემენტებია, რაც მე თავის დროზე ბავშვობაში გავიარე. ანუ საუკეთესო მასწავლებლები მყავდა ოჯახში, სკოლაში და ყველაფერი გამოცდილი და გამოგვადგება მისიის განხორციელებაში. გემშვიდობებით და მოვემზადოთ უკვე სერიოზული საუბრისათვის. ნახვამდის.